პრემიერ-მინისტრის რანგში დაბრუნების პერსპექტივით თანამდებობა დატოვა ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა. ხალხისადმი სატელევიზიო მიმართვაში მან ვრცლად ისაუბრა ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ და განაცხადა, რომ ბულგარეთში დემოკრატია ვერ გადარჩება, თუ ძალაუფლება კორუმპირებული მაღალჩინოსნებისა და ექსტრემისტების ხელში დარჩება. მისივე თქმით, რეგიონში მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების ფონზე საფრთხეშია თითოეული ბულგარელის სიცოცხლეც. ჩვენ უკვე ვართ შენგენისა და ევროზონის წევრი სახელმწიფო. იმ სივრცის, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოდან იყო ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. მთავარი კითხვა ის არის, თუ რატომ ვერ მოგვიტანა ამ მიზნების მიღწევამ სტაბილურობა და სიწყნარე. რატომ შეწყვიტეს ბულგარელებმა ხმის მიცემა? რატომ აღარ ენდობიან მედიასა და მართლმსაჯულების სისტემას? რატომ გამოდიოდნენ მოქალაქეები მთავარ მოედანზე ასე ხშირად? რატომ გრძნობს თავს ევროპული ბულგარეთის დიდი ნაწილი ასე ღადაკად და კიდევ უფრო დიდი ნაწილი ცხოვრობს არასტაბილურ პირობებში? არაერთხელ მithქვამს, რომ პასუხი იმალება მანკიერი მმართველობის მოდელში, რომელსაც მხოლოდ გარედან აქვს დემოკრატიის ნიშნები. სინამდვილეში კი მოქმედებს როგორც ოლიგარქიის მექანიზმი. საკუთარი პოლიტიკური მომავლის გადასარჩენად ზოგიერთი პოლიტიკოსი საფრთხის ქვეშ აყენებს ბულგარელთა მშვიდობიან ცხოვრებას. ჩვენ საზღვერებთან საფრთხის შემცვლელი ომის პირობებში. ისინი ხელყოფენ სამოქალაქო და ეთნიკურ მშვიდობასაც კი, რომელსაც მათი პროვოკაციების მიუხედავად მე და თქვენ შევინარჩუნებთ. 2020 წელს საზოგადოება გაიხლიჩა. რამდენიმე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომლებიც კვლავ იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა. ოლიგარქიასთან დათმობებზე წასვლით დღევანდელმა პოლიტიკურმა კლასმა ბულგარელებს უღალატა. რუმენ რადევის გადადგომის გადაწყვეტილება ბულგარეთისთვის მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა. ის გახდა ქვეყნის პოსტკომუნისტურ ისტორიაში პირველი სახელმწიფო მეთაური, რომელმაც თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც 1990-იანი წლების შემდეგ ქვეყანა უმწოვესი პოლიტიკური კრიზისისა და ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქციების პირობებში განაგრძობს ცხოვრებას. 9 წლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში რუმენ რადევს 7-ჯერ მოუწია დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება, თუმცა უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკურ გარემოს გამო პარტიები კონკრეტულ საკითხებზე ვერ თანხმდებოდნენ და შესაბამისად ვერც კოალიციას აყალიბებდნენ. უთანხმოება გამოიწვია 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტმაც, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას ქუჩებში გამოსვლისკენ უბიძგა, ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული კორუფციის გასაპროტესტებლად. დემონსტრაციებმა გარკვეული შედეგი გამოიღო და 2025 წლის დეკემბერში ბულგარეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ამ მომენტიდან ბულგარელთა უმრავლესობა ვარაუდობდა, რომ რუმენ რადევი, ვადამდელი, ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩატარებული მერვე საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალ პოლიტიკურ პარტიას შექმნიდა, რითაც არსებულ მწვავე პოლიტიკურ კრიზისს დაუპირისპირდებოდა და საპარლამენტო რესპუბლიკას სათავეში ჩაუდგებოდა, თუმცა ახლა უკვე პრემიერ-მინისტრის პოსტზე. თუკი რუმენ რადევი ამ ნაბიჯს გადადგამს, მოიპოვებს საზოგადოების ნდობას და შეძლებს ბულგარეთის შიდა პოლიტიკური პრობლემების მოგვარებას, მას ასევე მოუწევს საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან გამკლავებაც. უკრაინასთან დაკავშირებით მისი პოზიცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გახდა ცნობილი, როდესაც სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ კიევში უნდა იბრძოლონ იმისთვის, რაც რეალურად არის შესაძლებელი. მან გაიხსენა კისინჯერის გეგმა, რაც სუვერენული, დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინის საანცვლოდ ქვეყნის ტერიტორიების ნაწილის დათმობას გულისხმობს. 2 წლით ადრე კი ევროკავშირის სამიტზე, სადაც უკრაინისთვის 1 მილიონი ჭურვის შეძენა განიხილებოდა, ბულგარეთის პრეზიდენტი ამ პროგრამაში მისი ქვეყნის მონაწილეობის წინააღმდეგ გამოვიდა.